მეორე მსოფლიო ომი არის სავსე საინტერესო ისტორიებით და საიდუმლოებით. დღემდე ვაანალიზებთ ამ ომს და ვღებულობთ ახალ დასკვნებს. სამწუხაროდ ზოგს არ უნდა ამ ომის გახსენება, ზოგი კიდევ იხსენებს ამ ომს, მაგრამ მხოლოდ იმ მომენტებს, სადაც იყვნენ გმირები ან მსხვერპლები. რა თქმა უნდა, ის რაც გერმანიამ გააკეთა მეორე მსოფლიო ომის დროს არის მიუღებელი და არანაირი გამართლება ამას არ აქვს. და 9 მაისი ჩემი აზრით უნდა იყოს არა ევროპის დღე, არამედ ნაციზმზე დამარცხების დღე, რადგან თუ ისტორიას დავივიწყებთ, იგივე შეცდომებს გავიმეორებთ. ჩვენ უნდა ვცეთ პატივი ყველა იმ გმირს, რომელმაც თავი გაწირა მსოფლიოს კეთილდღეობისთვის და არასოდეს არ უნდა დავივიწყოთ მაგათი გმირული საქციელები. მე ეს ყველაფერი იმიტომ ვთქვი, რომ დღეს რის თქმასაც ვაპირებ, შეიძლება იყოს შოკის მომგვრელი ზოგისთვის და ვიღაცისთვის ჩვეულებრივი ამბავი, რომელიც უკვე დიდი ხანი იცოდა, მაგრამ მე ესეთ ხალხს ძალიან ცუდას ვიცნობ. დღეს მე მინდა ვილაპარაკო რუსეთზე. უпроსტოდ საბჭოთა კავშირზე, რომელიც ამაყობს იმით, რომ გადაარჩინა მსოფლიო ჰიტლერისგან, ადანაშაულებს ყველას იმ ტრაგედიაში, რაც დატრიალდა მე-20 საუკუნის 40-იან წლებში და ამასთანავე ატყუებს ყველას და წერს ახალ ისტორიას. დღეს ჩვენ ვილაპარაკებთ ნამდვილ საბჭოთა კავშირზე.